აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პანელი საინვესტიციო თემატიკას ეხებოდა, რომლის მომხსენებელიც ემაარ ჯგუფის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი იყო. სწორედ ის და მისი კომპანია გეგმავს საქართველოში 6,9 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პროექტის განხორციელებას. Eagle Hills-ის საქართველოს ოფისი უკვე ოფიციალურად გაიხსნა. როდესაც ეცნობის საქართველოს ეკონომიკური მიღწევების შესახებ ინფორმაციას, ამ დროს გონივრულად უნდა დაფიქრდეს ადამიანი, რაღაცას ძალიან კარგად აკეთებთ და ეს იოლი არ არის. ეს სიტყვები სწორედ მოჰამედ ალაბარს ეკუთვნის. რა შეცვლის საქართველოში Eagle Hills-ის 6 მილიარდზე მეტი მოცულობის ინვესტიცია სტუმართან სააგენტოს აწარმოე საქართველოში დირექტორის მოადგილესთან თორნიკე ზირაკიშვილთან ერთად ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. აწარმოე საქართველო არის ის რგოლი, რომელსაც ძალიან ბევრი შრომა დაგჭირდათ, მათ შორის პირველი შეხვედრებისთვისაც, რომ რეალურად რაღაც გარკვეულწილად საფუძველი ჩაგეყარათ, რომ ამ ტიპის კომპანია საქართველოს მიმართ ინტერესი გასჩენოდა. იმყოფებოდით გაერთიანებულ საამიროებში და შესაბამისად ეს შეხვედრები, მახსოვს ის ფრაზები, მოლოდინები. დღევანდელი გადმოსახედა, როდესაც უყურებთ, ის ადამიანები, ვინც ამ პროცესში ყავით ჩართულები, რას ფიქრობთ? შედეგი უკვე დადგა თუ ჯერ დადგომის პროცესში ვართ? ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისას და ინტერესისას ამ თემასთან მიმართებაში. სრულიად სიმართლეს წარმოადგენს ამას უძღვრად ძალიან დიდი პროცესი, რომელზეც რა თქმა უნდა ხმამაღლა ვერ საუბრობდით, რადგანაც ეს მოლაპარაკებები ყოველთვის არის კონფიდენციალური, სანამ რაღაც შედეგზე არ გავდოთ. ყველა ეთერში გეკითხებოდით, რომელია ის კომპანია, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს, თქო და რაღაც პერიოდის მერე კითხვით უკვე რომელ კომპანიას იყო საუბარი. რა თქმა უნდა, ამაზე რა თქმა უნდა გვჭირდებოდა მათი თანხმობა და ამიტომ იყო ეს თავშეკავება ჩვენი მხრიდან. დაახლოებით წელიწად ნახევარზე მეტი პერიოდი გავიდა, როდესაც ჩვენ ძალიან დიდი ინტენსიური სამუშაო გავწიეთ კომპანიასთან ერთად. იყო არაერთი ტექნიკური და მაღალი დონის ვიზიტი, თავად ბატონი ალაბარიც კი იმყოფობდა რამდენიმეჯერ საქართველოში პირადად ენახა და პირადად მიიღო ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, დღევანდელი მოცემულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კომპანია უკვე საქართველოში არის, ჩვენ სახეზე გვაქვს მათი გაყიდვების ოფისი, რომელიც უკვე გაიხსნა და რა თქმა უნდა, ხელი მოაწერა შეთანხმებებს, რომელიც მოიცავს როგორც მხარეთა შორის შეთანხმებებს, ჩვენ გავხდეთ მეწილი ამ კომპანიაში, ასევე საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შეთანხმებას, რაც გულისხმობს, რომ უკვე ეს პროექტი არის რეალობა და მალე უკვე ვიხილავთ რეალურ მშენებლობის პროცესზე გადასულ პროექტს. რატომ აქვს სახელმწიფოს ინტერესი, რომ დაუშვათ ამ შემთხვევაში ერთგვარად კომპანიის მეწილე ყოფილიყო და ეს რას აძლევს სახელმწიფოს? თავიდან ორივე მხარის მოსაზრება იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო კომერციული პროექტი ორივე მხარისათვის. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს მიწა ამ შემთხვევაში, რომელიც იყო ძალიან კარგი ღირებულების და ჩვენი ინტერესიც იყო, რომ ამას ქონოდა კომერციული მიზნები. შესაბამისად, მათი მხრიდანაც შეთანხმება იყო მიღწეული, რომ სახელმწიფო გახდებოდა თანაპარტნიორი ამ პროექტის და შესაბამისად გარკვეული პერიოდის მერე სახელმწიფოს ექნება უკუგება ამ ბიზნეს შეთანხმებიდან. რას მოიცავს ეს პროექტი მთლიანობაში? ჩვენ ზოგადად ვიცით, რომ თბილისში და გონიეში უნდა იყოს, თუმცა რა მასშტაბებზეა საუბარი და აქ შემოდის ხომ ეს კითხვა, რომ ვინ შეიძლება იყოს რეალურად ასეთი მასშტაბური პროექტებში, თუნდაც რაღაც კონკრეტული ფართის მყიდველი და ბუნებრივია ეს ახლა კომერციული ნაწილი მე უკვე თავად კომპანიის საფიქრალია, თუმცა მთლიანობაში სახელმწიფოს გადმოსახედიდან რამდენად შეიძლება ეს პროექტები აღმოჩნდეს ის პროექტები, რომლითაც ექნება აბსოლუტურად განსხვავებული ტურისტული მიმზიდველობა, განსხვავებული საინვესტიციო მიმზიდველობა, გარდა იმისა, რომ დაუშვათ აბსოლუტურად დეველოპმენტისთვის სხვა სიგნალია იქნება ეს პროექტები. აქ მოვიაზრებთ ორ სხვა პროექტს, ერთი მდებარეობს თბილისში და მეორე მდებარეობს გონიოში. რეალურად აქ არის 1000 ჰექტარამდე ფართობის განვითარება მოაზრებული, 600-ზე მეტი ჰექტარი არის თბილისთან ახლოს, დაახლოებით 250 ჰექტარი არის უკვე ბათუმში გონიოს ტერიტორიაზე. რაც მოხდება ამ შემთხვევაში არის გაშენდება მრავალფუნქციური კომპლექსი. აქ მოიაზრებს კომპანია, რომ იქნება როგორც ეგრეთ წოდებული საშოპინგო სივრცეები, ასევე სხვა კომერციული დანიშნულების სივრცეები, საცხოვრებელი სივრცეები, რა თქმა უნდა და რაც თავარია ამ ორივე ლოკაციას აქ თავისი ხასიათებელი განვითარება. მაგალითად, რა ვიღოთ, წანისის ტყეპარკის ტერიტორია, რომელიც არის რეალურად უფრო ეკოლოგიურად განვითარებადი ადგილი, იქნება დაბალი განაშენიანება, იქნება სრულიად ინტეგრირებული, მაქსიმალურად იყოს დაცული ეს ზონები. რაც შეეხება გონიოს ტერიტორიას, ამ შემთხვევაში იქნება უფრო დამახასიათებელი. ეკოლოგიურ სივრცეს პრობლემა არ შეექმნება. არანაირი, ამიტომაც არის, რომ თავიდანვე მათი ხედვა და თავიდანვე მათი შერჩევის წერტილი ამ ადგილის იყოს, რომ მათ უნდათ განვითარებინა მწვანე კონცეფცია ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორივე მხარისათვის.
რაც შეეხება უკვე გონიოს ტერიტორიას, ამ შემთხვევაში იქნება გაშენებული როგორც ტურისტულად უფრო მიმზიდველი პროექტი, აქ იქნება პირველი ახვტკლუბი ამ დონის რეალურად ქალაქისათვისაც ახალ შესაძლებლობებს შექმნის და რა თქმა უნდა ტურისტული კუთხით ამას დამატებითი დატვირთვა ექნება. თუმცა ამ შემთხვევაშიც მოვიაზრებთ ძალიან დიდ სივრცეებს, რომელსაც ექნება კომერციული დატვირთვა და აქვე იქნება სასტუმროები და სხვა ფუნქციური ზონები, რომელიც შექმნის ახალ მიმზიდველობის წერტილებს. რეალურად ამ კომპანიის ინტერესი თავიდანვე იყო, რომ მათ არ უნდათ შეექმნა რაღაცა ისეთი ადგილი, რომელიც განსხვავებული იქნებოდა საქართველოს, თბილისის და ბათუმის ეკოსისტემიდან და მათთვისვე თავიდანვე იყო ჩადებოდა, რომ როგორც დიზაინში, ასევე მშენებლობაში და ასევე შემდგომ უკვე გაყიდვებშიც იყოს ინტერესი ქართველების და საქართველოს მომხმარებლების. არ შემიძლია განვაცხადო ფასი ჯერ, მაგრამ შიდა საუბრობით რაც გქონდა, ეს არ არის ფასი, რომელიც თქვათ ვინმესთვის იქნება განსაცვიფრებელი ან ხელმიუწვდომელი ფიქრობთ ეს ანუ საქართველოს მოქალაქეებისთვის ის იქნება შესაძლებელი ამ კონკრეტულ ტერიტორიებზე. დღევანდელ მოცემულ ბაზარზე ეს არის ძალიან რეალისტური ფასები. იქნება თუ არა დაუშვათ ეს პროექტი იმ მასშტაბის, რომ სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გაუჩნდეთ დაუშვათ ამ პროექტში დაუშვათ ფართების შეძენის სურვილი ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ასეთ დიდ ტერიტორიაზე ალბათ შესაძლოა ბევრმა იცოდეს კიდეც განავითარეს პროექტი სიბრიზი, სადაც ძალიან მათ შორის არაბები საკმაოდ მსხვილი ინვესტიციას ახორციელებენ და სწორედ დიდი მოცულობის დაახლოებით ანალოგიური პროექტია, როგორცაც ახლა ილხილსი აპირებს საქართველოში. ამ ფაქტორების გათვალისწინებით გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, ვიზი არის რეალურად ეს პროექტი გათვლილი? ჩვენ საუბრობთ აქ მეგაპროექტებზე, ეს არის საერთაშორისო დონის პროექტი. შესაბამისად, მისი მყიდველი არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, რაც ვესაუბრეთ კომპანიას არის ინტერესი როგორც ევროპული ქვეყნებიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, საქართველოსთან უკვე რა თქმა უნდა ეს ინტერესი არის და შესაბამისად ველოდებით, რომ აქ იმხელა განვითარებაზეა საუბარი, რომ ყველა სახის მყიდველი იქნება წარმოდგენილი ამ შემთხვევაში. უკვე ეს კომპანია არის ცნობილი საერთაშორისო მასშტაბით, 12-ზე მეტ ქვეყანაში ყავთ უკვე მათ პროექტები და შესაბამისად ამ ქვეყნებიდანაც კი უკვე მოდის ინტერესი საქართველოში. მათი სავიზიტო ბარათი არის ბურჯ ხალიფა. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი არის მთავარი პროექტია, თუმცა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, Eagle Hills-ი არის თავისი ბრენდი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მას და ესაც რა თქმა უნდა დამატებითი მიზიდულობის წერტილია, რომ ესეთი კომპანია რო ენდო ქვეყანას და იცის რომ აქ ვითარდება მათი პროექტი, რა თქმა უნდა, მათი ერთგული მომხმარებელი დაინტერესებულია ამით. მე მაინტერესებს და როგორ მოახერხეთ პირველი შეხვედრების მერე, როგორ განვითარდა ეს პროცესი და აი ეს გამოცდილება დაგეხმარება თუ არა რომ დაუშვათ მთლიანად სახელმწიფოს ვინც ამ საინვესტიციო ნაწილზე მუშაობთ რომ სხვა მსხვილი ინვესტორებიც დააინტერესოთ საქართველოს და ისინი შემოიყვანოთ. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ კომპლექსური პროექტი იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს კომპანიას თვითონ ადგილის შერჩევის. რა თქმა უნდა, ჩვენს დაგვჭირდა დიდი ძალისხმევის გაწევა, რომ მათთვის გვენახებინა ეს ლოკაციები, შევთანხმებულიყავით მათ პოტენციალზე და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოხდა ძალიან მცირე დროში, რაც არის შეიძლება ლოკაცია ჩვენ შევთავაზეთ, ანუ სად უნდა ყოფილიყო ტერიტორია. რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ კონცეფცია წარმოდგენა თუ როგორი ადგილის განვითარება უნდა და შემდეგ მოხდა ჩვენი მხრიდან ამის შეთავაზება. რაც შეეხება ისევ დროს რო დაუბრუნდეთ, დაახლოებით წელიწად ნახევარში მოხდა მხარეებს შორის ამაზე შესახმება, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის რეკორდი ესეთი მასშტაბის პროექტისათვის. ანუ ეს ძალიან მოკლე პერიოდად ითვლება, როგორც ვთქვათ, როცა ავიღეთ ბევრ პატარა ზომის ინვესტიციაზე, ვისაუბროთ 2 წელი, როგორც წესი არის მინიმალური ზღვარი, როცა კომპანია შენ გეუნება, რომ ის მზად არის, რომ ინვესტიცია განახორციელოს. ამ შემთხვევაში წელიწად ნახევარში ჩვენ შევარჩიეთ ლოკაციები, კომერციულ პირობებს შევთანხმდით და უკვე საერთო კომპანიის ჩამოყალიბებაზეა მისული საკითხი. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ რამდენად დაიჯერა კომპანიამ და ჩვენც ვნახეთ ბატონი ალაბარის განცხადებები გუჩინ ფორუმზე, თუ რამდენად მას პირადადაც ჯერა ამ ლოკაციების და ქვეყნის. როდიდან იწყება უკვე სამშენებლო სამუშაოები, თუ შეგვიძლია ამის თქმა და რა პერიოდში უნდა დასრულდეს ეს პროექტები? ჩვენი მოლოდინია უკვე მომავალ წლის მეორე ნახევარში პროექტი გადავა უკვე სამშენებლო ფაზაზე. რა თქმა უნდა, მას ექნება სხვადასხვა ეტაპები განვითარების. პირველი ნაწილი ესაა მიზიდველობის წერტილების შექმნა. რა თქმა უნდა, ეს მოიცავს სასტუმროებს, კომერციულ სივრცეებს და სხვა ესეთ ადგილებს, რომელსაც შეიძლება რომ ხალხი მივიდეს, გაესწროს ამ პროექტს და ადგილზე გაიაზროს, როგორი მასშტაბის იქნება ეს ყველაფერი. და აუცილებლად მინდა გკითხოთ, რა ტიპის გამოცდილებას მოგცათ ამ მოლაპარაკებებმა და დაუშვათ შეიძლება თუ არა უახლოეს პერიოდში ველოდოთ სხვა მსხვილ კომპანიებსაც სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ პირობითად დეველოპმენტში, არამედ სხვა სეგმენტებში, ენერგეტიკული თუ სხვა სექტორებშიც ვიხილოთ ასეთი მასშტაბის ინვესტორები.
არის ალბათ რამოდენიმე ფაქტორი რაც უნდა გაუთვალისწინოთ. პირველი არის მასშტაბი, რომელიც არის უპრეცედენტო ამ პროექტის, როგორც მოგახსენებათ, რეკორდული ინვესტიცია ქვეყნის ისტორიაში და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ცალკე ფაქტორად შეგვიძლია გამოვყოთ. მეორე არის ის სახე, რომელიც ამ შეთანხმებას მიეღწა, რომელიც არის რომ სახელმწიფო გახდა ამის პარტნიორი. რა თქმა უნდა ეს არის ცალკე გამოსილების საგანი და ცალკე უნიკალურობას წენს პროექტს და მესამე უნდა ვთქვათ, ეს არის ნდობის შემქმნელი ფაქტორი. ჩვენ როგორც სამისო სააგენტოს უკვე გვყავს მსოფლიო დონის ბრენდი, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კომპანია ჩვენ გვენდო და რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ რომ უკვე ჩვენ გვენდო და დამჯერადო ინვესტიციების მოზიდვაში ეს არ არის მარკეტინგი, ეს არის უშუალოდ ნდობის შექმნა კომპანიასთან და ესეთი თქვათ პროექტები გვაძლევს იმ საშუალებას, უფრო მარტივად ვესაუბროთ სხვა კომპანიებს და უფრო მარტივად შევთავაზოთ. როგორც კი პროექტი გამოცხადდა, მაშინვე უკვე ეს კომუნიკაცია დაიწყო კომპანიებისგან, რომ შევიტყვეთ რა ამ პროექტის შესახებ ჩვენი ინტერესი არის და ეს უკვე არის სამუშაო პროცესში. რომელი ქვეყნებიდან არის? ვიცი რომ კომპანიას არ მეტყვით, მაგრამ საიდან არის ინტერესი? ეს რომ გითხრათ. სამწუხაროდ რა თქმა უნდა კომპანიების დასახება არ შეგვიძლია, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, არის ორი სხვადასხვა მმართველობა, რომელიც ყველაზე მეტად ინტერესდება ხამ ეტაპზე, არის ევროპული კომპანია რამოდენიმე და არის ახლო აღმოსავლეთის რამოდენიმე კომპანია და თემატიკა მიმართულება? არის უძრავი ქონება, არის ლოჯისტიკის მიმართულებები, არის კომერციული მიმართულებები შეგვიძლია ვთქვათ და იმედი გვაქვს რომ ერთ-ერთი რომელზეც შეგვიძლია რომ ჯერ კომპანიას ვერ დავასახავთ, მაგრამ სურპრიზად დავტოვოთ, მაგრამ ძალიან საინტერესო კომპანია, რომელიც მე მგონია რომ მის შემოსვა ძალიან ბევრი ადამიანს გაახარებს, ვფიქრობ რომ წლის ბოლომდე შეიძლება მას გამოცხადებაც უკვე შევძლოთ. ძალიან საინტერესოა ველოდები წლის ბოლოს და ამ კომპანიის დასახელებას და ჩვენი საუბრის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი გარდა იმისა რომ ინვესტორის შემოყვანა მნიშვნელოვანი და ამოცილობის ინვესტიციის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქართულ ბიზნესს კონდეს შესაძლებლობა ამ პროექტის ერთგვარი თანამონაწილე გახდეს სხვადასხვა მასთან დაახლოებული დაუშვათ საქმიანობების გათვალისწინებით. რამდენად არის ეს ამ პროექტში ჩადებული და გათვალისწინებული, რამდენად შეიძლება რომ ქართული ბიზნესი და სხვადასხვა კომპანიები დაუშვათ იგლხილთან თანამშრომლობაზე დაიწყო და საკუთარი მიმართულებებით განავითარონ. სხვა შეიძლება მე ვხვაცებ თქვა რომ მათი კომპანიების ნაწილი, მათი წევრი კომპანიების ნაწილი გარკვეულწილად უკვე საქმიანობს იგლხილთან. კი ბატონო, რეალობა არის ესეთი, რომ კომპანიას თავიდანვე ქონდა ეს ინტერესი ჩადებული ამ პროექტთან მიმართებაში და პირდაპირ გვითხოვოთ, ჩვენი ინტერესია მაქსიმალურად შევძლოთ საქართველოში კონტრაქტორების აყვანა და სწორედ საქართველოში მდებარე კომპანიებით მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ რეალურად უკვე გვაქვს ის ფორმა და ის თქვათ რეალური აქტივობები, როცა მათ დაიქირავეს თითქმის ყველა კონტრაქტორი ქართული კომპანია. რეალურად ის რეკრეაციები და ის სხვა პროცესები, რომელიც მათ გაიარსოს, შექმნათ ოფისი თუ სხვა ესეთი აქტივობები, ყველაფერი ეს გაკეთდა ქართული კომპანიების მიერ. ამიტომაც ეს არა მხოლოდ მათი განცხადება, არამედ რეალობაში ვნახეთ, რომ ქართული კომპანიები არიან ისინი, ვინც სარგებლობენ ამ პროექტით. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ფინანსური შემოსავალი ამ კომპანიებს, სადაც ახალი ცოდნის, ახალი უნარების შექმნა, რომ ამ ზომის პროექტთან კონდეთ მათ შეხება და იმუშაონ. რა თქმა უნდა, შეძენთ მათ ახალ გამოცდილებას და რეალურად სამომავლო პერსპექტივაშიც მათი, თქვათ, საშუალებები ბევრად უფრო გაფართოვდება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ და გისურვებთ თქვენს და ქვეყანასაც ბევრ ასეთი ინვესტორს. თორნიკე ზირაქიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.